lingers in the rain, every drop a tiny pain. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, დაგიბრუნდით GeoAI-ის YouTube არხზე. რაც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, ყველაფერი ვიზუალი, ანიმაცია, სიმღერის ტექსტი, მუსიკა, ვოკალი, ყველაფერი აბსოლუტურად შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ამ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ შექმნათ თქვენთვის სასურველი მუსიკალური კომპოზიცია, იქნება ეს სიმღერა თუ უბრალოდ მუსიკა, ინსტრუმენტალი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სრულიად უფასოდ. ასევე გაჩვენებთ, როგორ ავამღეროთ ჩვენი 3D ანიმაციური პერსონაჟი ამ სიმღერის გამოყენებით და ბოლოში გვექნება პატარა ვიდეო ედიტინგის ტუტორიალი, სადაც ამ მუსიკალურ კლიპს ერთად ავაწყობთ. ვიდრე საქმეზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ პირველ ვიდეოს ქონდა ძალიან მაგარი გამოხმაურება, ანუ მართლა არ ველოდებოდი და ვერ წარმოვიდგენდი თუ ესეთი გამოხმაურება ექნებოდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც არხი გამოიწერეთ, ვინც დაალაიქეთ და მოიწონეთ ვიდეო, ვინც კომენტარები დამიწერეთ, ყველას აბსოლუტურად უღრმესი მადლობა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი мотиваცია. ვისაც პირველი ვიდეო არ გინახავთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ის ვიდეო ნახოთ, იმიტომ რომ უფრო მეტად მომზადებულები იქნებით ამ ვიდეოსთვის. ამ ვიდეოში მთავარი აქცენტი გვექნება იმაზე, თუ როგორ შექმნათ მუსიკალური კომპოზიცია AI-ის დახმარებით, თუმცა ანიმაციურ ნაწილში, სადაც ჩვენი პერსონაჟი უნდა ავამღეროთ, ანიმაციურ ნაწილში რაღაც დოზით გამოვიყენებ იგივე მეთოდებს და გზებს, რაც წინა ვიდეოში ვაჩვენე და ამ ვიდეოში აღარ დავიწყებ ძალიან დეტალურად ახსნას და დაწვრილმანებას, იმიტომ რომ ვინც პირველი ვიდეო ნახა, იმისთვის რომ არ იყოს მოსაწყენი და მოსაბეზრებელი, ამ ვიდეოში ანიმაციურ ნაწილს ცოტა სწრაფად გავვილით, ასე რომ ჩემი რჩევა იქნება, რომ პირველი ვიდეო ნახოთ. რაც შეეხება მუსიკალური კომპოზიციის შექმნას. ესე იგი, ამისთვის ჩვენ არ გვჭირდება რაღაც მუსიკალური განათლება, კონსერვატორიის დამთავრება და სმენა და სიმღერის ნიჭი და ამ შემდეგ. ამას ყველაფერს თავის თავზე აიღებს AI და ამ ყველაფერში დაგვეხმარება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელსაც ეწოდება Suno AI. ვინც მუსიკალური მიმართულებით მუშაობთ, ალბათ გეცოდინებათ ამ AI-ის შესახებ, მაგრამ ვინც არ იცით, ამ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ. ძალიან მარტივია, უფასოდ შეგიძლიათ დააგენერიროთ საკმაო რაოდენობის მუსიკალური კომპოზიციები და თან მუშაობს ძალიან სწრაფად, არ გჭირდებათ ლოდინი. Suno AI-ის დახმარებით ერთ სივრცეში შეგიძლიათ შექმნათ როგორც სიმღერის ტექსტი, ისე მუსიკა, ვოკალი, მოკლედ ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ ამ პლატფორმაზე. თავიდან სიმართლე რო გითხრათ, მინდოდა ქართული სიმღერის შექმნა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ქართულ ენას ჯერჯერობით AI პლატფორმებზე დიდად უფრო მეტად აუდიოს გულისხმობ, დიდად ჯერ არ აქვს დიდი მხარდაჭერა, ანუ ქართულ ტექსტს წერს, ქართულად ვოკალსაც ადე, ანუ მღერის კიდევაც ქართულად, მაგრამ აი ტექსტის ნაწილში გვაქვს ცოტა პრობლემა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მე როგორც დავაკვირდი, ჯერ აგენერირებს ტექსტს ალბათ ინგლისურ ენაზე და მერე თარგმნის რა. ხო და ამ შემთხვევაში ხა რო ავიღოთ რაღაცა ცნობილი და ძალიან მაგარი სიმღერის ტექსტი ინგლისურ ენაზე და ის ქართულად გადავამთავროთ და მე ის ავამღეროთ, მაინც რაღაცნაირად შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, ან შეიძლება საერთოდ სასაცილოდ ჟღერდეს რა. ხო და აქედან გამომდინარე, ანუ მოკლედ სიმართლე რო თქვა, ვერ აკეთებს ქართულ ტექსტებს, კარგად ვერ წერს. მე ვიფიქრე, რომ მეთქი რაღაცა ცნობილ ქართულ ლექსს ავამღერებ, მაგალითად ან რაღაცა ტექსტს, ცნობილ ტექსტს ავამღერებ თქო. ცადე კიდევაც გავაკეთე პატარა მონაკვეთი Facebook-ის ჯგუფში. დავდე ვინც არ იცით, გვაქვს Facebook ჯგუფი GeoAI ხელოვნური ინტელექტი, შეგიძლიათ გაწევრიანეთ, ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ იქ, რასაც მაგალითად YouTube-ზე ვერ შეხვდებით და მოკლედ ჩემი რჩევა იქნება, რომ გაწევრიანდეთ და დაემატოთ ჯგუფს. მოკლედ ვაპირებდი რომელიმე ქართული ცნობილი ლექსის ამღერებას, მაგრამ მე რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ შეიძლება ვიღაცისთვის ეს არ ყოფილიყო მისაღები, რა ვიცი, მაინც ქართული პოეზია, რაღაცა ჩვენი საგანძური და ეს შენ თავზე აიღებ რომ რაღაცა ქართული ცნობილი ლექსი ამღერო, რაღაცნაირად მაინც მოვერიდი ამის გაკეთებას რა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ინგლისურენოვანი სიმღერა შემექმნა. ჩვენც ახლა არ მგონია რომ ქართველი ერი ვისდეთ და 24 საათი მარტო ქართულ სიმღერებს უსმენდეთ, ალბათ უცხოურენოვან სიმღერებსაც უფრო მეტი წილი ვფიქრობ რომ უცხოურენოვან სიმღერას და მუსიკას უსმენთ რა და აქედან გამომდინარე ალბათ არ დამძრახავთ იმაში რომ ინგლისურენოვანი სიმღერა გავაკეთე საბოლოო ჯამში. თუმცა ამის მიუხედავად მაინც გაჩვენებთ რა დონეზე ქმნის, როგორ შეუძლია ქართული ტექსტების შექმნა და შემდეგ ამ ტექსტების ამღერება ქართულ ენაზე. ამას მაინც გაჩვენებ. ხო, ეხლა რაც შეეხება თვითონ პლატფორმას Suno AI-ის პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავრეგისტრირდეთ. ძალიან მარტივი რეგისტრაცია აქვს, ანუ შეგვიძლია რამდენიმე გზით დავრეგისტრირდეთ, Apple ID, Facebook-ი, Google-ი, უბრალოდ ტელეფონის ნომერი და ამ შემდეგ. როდესაც დავრეგისტრირდებით Suno AI-ის პლატფორმაზე, აღმოჩნდებით ამ ვებგვერდზე, ამ page-ზე, საიდანაც გვჭირდება create, ანუ მარცხენა მხარეს sidebar-ზე უნდა დავაჭიროთ create და ეს არის თავარი dashboard-ი, აქ შევძლებთ უკვე მუსიკალური კომპოზიციების შექმნას. აქ მუშაობთ მოკლედ ამ dashboard-ზე.
როგორც ხედავთ, Suno AI დარეგისტრირების შემთხვევაში გვაძლევს 50 კრედიტს საჩუქრად და ეხლა გეტყვით 50 კრედიტის საშუალებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ესე იგი, თითო გენერაციამ გვიჯდება 10 კრედიტი, მაგრამ თითო გენერაციაზე Suno AI ქმნის ორ მუსიკალურ კომპოზიციას, ანუ ორ ვერსიას. ანუ გამოდის 50 კრედიტად შეგვიძლია 10 მუსიკალური კომპოზიციის შექმნა, რაც საკმაოდ კარგია. პლუს ამას ყოველდღიურ შემოსვლაზე, ყოველდღიურ ლოგინზე გვჩუქნის 50 კრედიტს, ანუ ყოველ დღე გვაქვს 50 კრედიტი. მაგალითად, დღეს თუ გამოვიყენებთ 30 კრედიტს და დაგვრჩება 20 კრედიტი, ხვალ, ანუ ეს 20 კრედიტი გაგვინულდება და მოგცემს თავიდან 50 კრედიტს, ანუ ყოველ დღე გვექნება 50 კრედიტი. გამოდის, რომ ყოველ დღე შეგვიძლია შექმნათ უფასოდ 10 სიმღერა, რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარია. როგორც წესი, ამდენის საშუალებას უფასოდ არ გვაძლევს AI პლატფორმები, მაგრამ Suno AI შემთხვევაში მოკლედ შეგვიძლია 10 სიმღერის შექმნა. კარგი, მოკლედ ორი სიტყვით დეშბორდის შესახებ, ესე იგი, ყურადღება უნდა მივაქციოთ მარცხენა მხარეს. ზედა მხარეს გვაქვს simple და custom ოფციები. Simple-ის შემთხვევაში რაღაც მარტივად შეგვიძლია, ესე იგი, სიმღერის დაგენერირება, custom-ის შემთხვევაში გვაქვს სხვადასხვა ოფციები, შეგვიძლია გავუწეროთ, ესე იგი, სიმღერის ტექსტი, სტილები, ასევე სათაური შევცვალოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, აქეთ custom-ის შემთხვევაში გვაქვს უფრო მეტი ოფცია და მე ძირითადად ვიყენებ custom-ს, იმიტომ რომ უფრო კარგი შედეგების მიღება შეგვიძლია აქ. რაც შეეხება ვერსიას, მოდელის ვერსიას, ავტომატურად, როგორც ხედავთ, გვაქვს 3.5 ვერსია, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ V4 Pro ვერსია, რომელიც შედარებით ახალია. და ბოლოს გვაქვს 4.5 Pro beta ვერსია, ამ შემთხვევაში გვჭირდება უკვე პრემიუმის ყიდვა. ხო, ესე იგი, როგორც თქვი, თავიდან ვაპირებ ქართული ტექსტის დაგენერირებას და ქართული სიმღერის შექმნას. ამისთვის V4 სიმართლე რომ გითხრათ, არ გამოგვადგება, იმიტომ რომ შედარებით ახალი ვერსია და დიდად არ აქვს ქართულზე მხარდაჭერა, გამოვიყენებ 3.5 ვერსიას. აქ შეგვიძლია, ესე იგი, ჩავაგდოთ ჩვენი ტექსტი, თუ გვაქვს რამე ტექსტი მომზადებული და შემდეგ ქვემოთ სტაილების განყოფილებაში გავუწეროთ უკვე სტილი, ანუ მაგალითად თუ გვინდა hip-hop-ი, rock-ი, rap-ი, არ ვიცი, კლასიკა და ასე შემდეგ რა, ესეთი ტიპის ესე იგი, თაგები შეგვიძლია გავუწეროთ აქ და შექმნის შესაბამის მუსიკალურ კომპოზიციას. თუ გვინდა მხოლოდ მუსიკა და არ გვინდა სიმღერა, ამ შემთხვევაში უნდა ჩაურთოთ ინსტრუმენტალი და როგორც ხედავთ, ინსტრუმენტალის შემთხვევაში, ესე იგი, სიმღერის ტექსტის განყოფილება საერთოდ გააქრო და უბრალოდ მივცემთ სტაილებს და შექმნის მუსიკას მხოლოდ. ამ შემთხვევაში გვინდა ესე იგი, სიმღერის შექმნა, ანუ მუსიკა პლუს ტექსტი. ესე იგი, იმისათვის რომ Suno AI-ს დავაგენერირებინოთ სიმღერის ტექსტი, უნდა დავაჭიროთ full songs და აქ შეგვიძლია გავუწეროთ ინსტრუქცია, როგორი ტიპის სიმღერა გვინდა. მოდი გავუწეროთ ქართულ ენაზე პრომპტი, ესე იგი, გვინდა ქართული. პრომპტს რაც შეეხება, ანუ შეგვიძლია თაგების სახით გავუწეროთ და რაღაც მოთხრობები ავწეროთ, მოკლედ ქართული, შემდეგ იყოს არ ვიცი, რომანტიული, სევდიანი და იყოს სიყვარულის ისტორია. მივცეთ write lyrics და რამდენიმე წამში დააგენერირებს ტექსტს და მოგცემს ორ ვერსიას. როგორც ხედავთ, ტექსტები გამზადდა, გვაქვს აგერ ორი ვერსია, უსასრულო სიზმარი, ჩემი სამყარო და რო გადავხედოთ ტექსტს, აი ხედავთ რომ რაღაც ისეთია რა. ცოტა უშინაარსო თუ სასაცილო თუ რა ვიცი მოკლედ. რაღაც შედევრებთან არ გვაქვს საქმე, ფაქტია რა. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ავამღეროთ, ცადოთ რა გამოვა. ესე იგი, აქ ხო ცადე ქართული ტექსტების შექმნა. მერე აქ რომ მივხვდი რომ აზრი არ ქონდა, მერე ChatGPT-ის და Gemini-ის საშუალებით ვცდილობდი რაღაც ტექსტების შექმნას. ანუ ორივე თითქმის უკვე გამართულად წერს ქართულად. რაღაც პერიოდის წინ გამართულადაც ვერ წერდა ვერც ერთი, მაგრამ ქართულად გამართულად წერენ. რაც შეეხება სიმღერის ტექსტებს, სიმღერის ტექსტებს მაინც ვერ ქმნიან, მოკლედ ვერ აკეთებენ რა. ისინიც ალბათ ჯერ ინგლისურად ქმნიან და მერე თარგმნიან და არ გამოდის რა საბოლოო ჯამში კარგი შედეგს ვერ ვიღებთ რა. აი, მოკლედ ავირჩიოთ ერთ-ერთი ხაზრი არ აქვს, ორივე ისეთია რა. თეთრი ღრუბლებით სასეფერება, ქარი მოჰქონდა შენს. აი, გამართულიც არ არის, მაგრამ ნუ არ აუშვეს. კაი, მოდი ავირჩიოთ პირველი ვერსია. როგორც ხედავთ, ავტომატურად ჩასვა ტექსტი ამ განყოფილებაში.
ხო, აქ აღარ გაუწერ ძალიან ბევრ თაგებს, იმიტომ რომ ხანდახან არის შემთხვევა, როცა თუ გაუწერე მაგალითად ქართული, რეპი, როკი, რომანტიკა რაღაცები, მე ამას ტექსტად აღიქვამს და ხანდახან სიმღერა რო იწყება, ამას ღერის რა, აქ რაც მაგ გაწერილი, იმას ღერის რა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მარტო ქართული გაუწერო. ამ შემთხვევაში ნორმალურად მუშაობს. რა გაუწერ ქართულს და მოკლედ ნახოთ რა გამოვა. მივიცეთ create. როგორც ხედავთ, ორი ვერსიის დაგენერირება დაიწყო. როგორც ხედავთ, რამდენიმე წამი დაჭირდა ორივე სიმღერის დასაგენერირებლად და მოდი ვნახოთ ახლა რა შედეგი მივიღეთ. Karşı davdivar Saucnobia Şansva lepši sitvo mena treba Khub lepši davkarge ხო, ანუ ვოკალი ცუდი არ არის. ახლა გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ქართული ენისთვის დამახასიათებელ ბგერებს, მაგალითად აი წ-ს, ყ-ს, ხანდახან კარგად ვერ ამბობს. და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს უცხოელი მღერის ქართულ ენაზე რა, რაღაც აქცენტით მღერის. მაგრამ ეს იშვიათად ხდება. საერთო ჯამში, ვოკალს ცუდად ნამდვილად არ აკეთებს. ან ტექსტს თუ ჩააგდებთ, თქვენთვის ასურველ ტექსტს თუ ჩააგდებთ, მაინც რაღაც კარგ შედეგს დადებს ქართულად. აი, ეხლა მოვისმინოთ მეორე. Karşı davdivar Saucnobia Şansva lepši sitvo mena treba Khub lepši davkarge ხო, რაღაც აქცენტი მაინც გასდევს რა. კარგი, მოკლედ ესე დონეზე აკეთებს ქართულ ენაზე სიმღერებს. შეგიძლიათ ნებისმიერ ტექსტი ჩააგდოთ და ნებისმიერ ტიპის სიმღერა შექმნათ. თქვენზე დამოკიდებული, თქვენს კრეატივზე და ფანტაზიაზე დამოკიდებული. კარგი, მოდი ახლა წავშალოთ ქართული ვერსია და შევქმნათ ინგლისური ვერსია. მივიცეთ full song. შემდეგ ისევ გაუწეროთ, ახლა უკვე ინგლისურ ენაზე გაუწერ. ესე იგი თაგებს, გვინდა romantic იყოს sad love story. და მივიცეთ მაგალითად დრამატული. მივიცეთ write lyrics და რამდენიმე წამში შეგვიქმნის ორ ტექსტს. მოკლედ, ორივე ტექსტი მზად არის. ინგლისურ შემთხვევაში, ანუ ბევრად უფრო უკეთეს ტექსტებს ქმნის, რაღაც შეცდომები არ გვექნება, რაღაც შეიძლება ახლა შედევრები ვერ შექმნას, მაგრამ სტანდარტული რაღაც სიყვარულის ისტორიაზე ნორმალურ ტექსტს შეგიძლიათ მოკლედ. აი, ავირჩიოთ ერთ-ერთი, არ ვიცი, იყოს პირველი და ახლა გავუწეროთ თაილები. ესე იგი, გვინდა romantic. იგივე სტაილებს გავუწერ, იყოს sad love story და იყოს dramatic. ხო, ამ შემთხვევაში, ესე იგი, ქართული შემთხვევაში ხო გამოვიყენე სამნახევარი ვერსია. ამ შემთხვევაში უკვე გამოვიყენებ V4-ს Pro ვერსიას, რომელიც უფრო კარგი ხარისხის სიმღერას შექმნის წესით და რიგით. ხო, სულ ეს არის, მოკლედ, მეტი არაფერი არ გვინდა. მივიცეთ create. მოკლედ, სიმღერები შექმნილია და მოდი ერთად ნახოთ რა შედეგები მივიღეთ. Your voice still lingers in the rain Every drop a tiny pain ხო, ბევრად უფრო მაგარი ვერსია, ბევრად უფრო მაღალი ხარისხის სიმღერა შექმნა, ვიდრე უსასრულო სიზმარი. ეხლა ვნახოთ მეორე. Your voice still lingers in the rain Every drop a tiny pain ხო, ორივე ჩემი აზრით, ორივე ძალიან კაია. ისე ვიტყვი რომ რაღაცა შეიძლება ის არ არის show must go on ვერ შექმნი თავიდან, მაგრამ ანუ ესე რამდენიმე წამში შექმნილისთვის ჩემი აზრით ძალიან მაგარია. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ პოტენციალს ხვდებით, ხო? რისი მაგნისია მოკლედ ეს AI პლატფორმა. თან არის უფასო ვერსია ეს, უფასო ვერსიით შექმნილი და ახლა თუ პრემიუმს ვიყიდით და კიდევ უფრო კარგ მოდელს გამოვიყენეთ 4.5 Pro beta ვერსიას.
ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მაგარი ხარისხის კომპოზიციებს მივიღებ. კარგი, მოკლედ, ერთ-ერთს ავარჩევ ამ ორიდან, ამ შემთხვევაში მირჩევნია მეორე გავაკეთო, იმიტომ რომ უფრო ნაკლები ხანგრძლივობისაა და ანიმაციის ამბავში ეს უფრო გვირჩევნია. გადმოწეროთ ეს ვერსია. სანამ გავაგზავნებთ ორი სიტყვით მინდა copyright-ზე გითხრათ, ალბათ ბევრს გაგიჩნდებათ ეს კითხვა, შეგვიძლია თუ არა ამ სიმღერის და მუსიკის სადმე რომელიმე პლატფორმაზე განთავსება. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ უფასო ვერსია რამდენიმე თვის წინ მაქვს YouTube-ზე ატვირთული, ეხაც მიდევს ის ვიდეო სხვა არხზე და ანუ არაფერი პრობლემა არ შემქმნია მოკლედ. YouTube-ზეც მიდევს, ანუ გრძელ ვიდეოდ, short-ებშიც მიდევს, TikTok-ზეც მიდევს, ანუ ბევრგან მიდევს და მგონი Instagram-ზეც მიდევს და პრობლემა არ მქონია, ანუ copyright-ის ამბავში პრობლემა არ მაქვს. თუ იყიდით პრემიუმს და შეიძენთ კრედიტებს და გექნებათ პრო ვერსია, ამ შემთხვევაში 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ესე იგი პრობლემა არ გექნებათ, მაგრამ უფასო ვერსიის შემთხვევაშიც ანუ YouTube-ზე, თუ YouTube-ზე აპირებთ რამის დადებას, YouTube-ი სანამ გაალაივებთ ვიდეოს, მანამდე ამოწმებს copyright-ზე და გაძლევთ უფლებას ან ატვირთოთ ან არ ატვირთოთ და იგივე რამდენადაც მახსოვს TikTok-ზე შეგიძლიათ აქვს copyright check, შეგიძლიათ შეამოწმოთ გაძლევთ თუ არა უფლებას, რომ ეს ესე იგი მუსიკა ან სიმღერა ატვირთოთ. რა ჩემი აზრით პრობლემა არ გექნება. მე მაინც ახლა თავს ვიძღებ და რაღაც 100%-იან გარანტიებს არ გაძლევთ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ მაქვს რამდენიმე თვეა უკვე ის ვიდეოები დევს აქ შექმნილი მუსიკით და პრობლემა არ შემქმნია დღემდე. კარგი, მოკლედ, რაღაც დონეზე ალბათ უკვე შეიქმნათ წარმოდგენა, როგორ მუშაობს ეს AI მუსიკალური პლატფორმა. შეგიძლიათ გატესტოთ, შექმნათ თქვენი სასურველი მუსიკალური კომპოზიცია, სიმღერა, უბრალოდ მუსიკა ინსტრუმენტალი და ასე შემდეგ. როგორც ვიდეოს დასაწყისში თქვი, ამ ვიდეოში უნდა ავამღეროთ ჩვენი 3D ანიმაციური გამოსახულება, ჩვენი პერსონაჟი და ამისთვის გავხსნით ChatGPT-ს. წინა ვიდეოში ვიღაცამ დამიწერა, რომ ისაო, შენო ძმაო, მანდო იმას იყენებო, ფასიან ChatGPT-ს იყენებო და რა უფასო, რას გვაპოლებო და კი, ChatGPT-ს ფასიან ვერსიას ვიყენებ და წინა ვიდეოში თქვი, რომ ფასიან ვერსიას ვიყენებ, პლუს ვერსიას ვიყენებ თქო და ისიც თქვი, რომ უფასოს და ფასიანს ორივე აკეთებს. უფასო ChatGPT-ს აკეთებს სურათებს, უბრალოდ ჭირდება ცოტა უფრო მეტი დრო, ვიდრე ფასიან ვერსიას. ეს გარკვევით თქვი და ასე რომ ჩემი აზრით არაფერს ვაპოლებ. შემდეგი ნაბიჯი არის ჩვენი 3D ანიმაციური გამოსახულების შექმნა. ამისთვის გამოვიყენებ ესე იგი ChatGPT-ს სურათის გენერირების მოდელს. კიდე განმეორდები, რომ წინა ვიდეოში, ანუ მთელი ვიდეო ეძღვნებოდა 3D ანიმაციური გამოსახულების ვიდეოს შექმნას და ამ შემთხვევაში უკვე სწრაფად გავვილი ამ საფეხურებს. მომზადებული მაქვს პრომპტები ცალკე დოკუმენტში. ამ დოკუმენტის ლინკს აღწერაში ჩავაგდებ და შეგიძლიათ ეს პრომპტები დააკოპიროთ და გამოიყენოთ. ასევე პრომპტებს დავპოსტავ Facebook ჯგუფში, სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და მოგეთ კიდევ განმეორდები, რომ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ იქ. ხო, გვაქვს ესე იგი 3 პრომპტი სურათების გენერაციის განყოფილებაში გვაქვს 3 პრომპტი, ანუ გჭირდება რამდენიმე სცენა. ერთი სურათი რო დავაგენერირო და ის სცენა ვატრიალოთ მთელი სიმღერის და მთელი კლიპის განმავლობაში, ცოტა მოსაწყენი იქნება, ამიტომ გჭირდება რამდენიმე სცენის დაგენერირება. პირველი სცენა იქნება ესე იგი პერსონაჟი ჩანს ნახევრად, ანუ მხოლოდ ზედატანი ჩანს და ხო გვაქვს თეატრალური განათება, მუქი წითელი ფარდები, ვინტაჟური მიკროფონი და ასე შემდეგ. მოგეთ დავაკოპირებ ამ პრომპტს. ჩავაგდებ აქ, შემდეგ ავირჩევ სურათის შექმნას და ასევე ჩავაგდებ ჩემს სურათს. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ვიყენებ სურათს ბექგრაუნდის გარეშე და წინა ვიდეოში ვაჩვენე, როგორ შეგვიძლია მოვაცილოთ ბექგრაუნდი. პირდაპირ შეგვიძლია ჩავაგდოთ სურათი და გავუშვათ სურათის გენერაცია. მოკლედ შეიქმნა ჩვენი სურათი. აი ესეთი შედეგი მივიღეთ და ჩემი აზრით ძალიან მაგარია, არ ვაპირებ ხა ამის თავიდან დაგენერირებას, კმაყოფილი ვარ შედეგით და მოკლედ ამ სურათს გამოვიყენე. რაც შეეხება მეორე სცენას. მინდა შექმნა იგივე პერსონაჟი, ზუსტად იგივე სცენაზე, იგივე ჩაცმულობით. უბრალოდ ამ შემთხვევაში მინდა რომ ჩანდეს თლიანად, იმიტომ რომ მე მუსიკალური კლიპის დროს ამ კადრებს და სცენებს შევცვლი და უფრო მეტად დინამიური კლიპი გვექნება. ხო, დავაკოპიროთ ეს მეორე პრომპტი და ჩავაგდოთ აქ ავირჩიოთ ისე სურათის შექმნა. ამ შემთხვევაში, ესე იგი, ავტვირთავ როგორც ჩემს სურათს, ასევე პირველ სცენას, პირველი სცენის სურათს, რაც წერან დავაგენერირეთ, ორივეს ავტვირთავ, რომ უფრო მეტად დაგვამსგავსოს, მოკლედ დაამსგავსოს ჩვენი პერსონაჟი ამ სურათში დაგენერირებულ პერსონაჟს. მივცეთ გენერაცია. მოკლედ დაგენერირდა მეორე სურათი, ესე იგი, ამ შემთხვევაში უკვე მთლიანად ჩანს ჩვენი პერსონაჟი. როგორც ხედავთ, ანუ სცენა იგივეა, უკან ფარდები
იგივე მდგომარეობაშია, იატაკი იგივეა, ვინტაჟური მიკროფონი იგივეა, ჩაცმულობაც იგივეა. აი ხა რაღაცა შეიძლება ძალიან ოდნავ შეიძლება სახის გამომეტყველება ოდნავ შეიძლება სხვა იყოს, ვიდრე წინა შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არ მივახსენებ ყურადღებას და გამოვიყენებ ამ სურათს. ესე იგი, ორი სცენა უკვე შევქმნით და ეხლა უნდა შევქმნათ მესამე სცენა. როგორც გახსოვთ, როცა შევქმნით სიმღერა, ამ სიმღერის დასაწყისში რამდენიმე წამი, დაახლოებით 10-12 წამი არის მარტო მუსიკა, ანუ ვოკალი არ გვაქვს. ესე იგი, ეს ჩვენი პერსონაჟი რო არ დავაყენოთ ტყუილად ეს 10-12 წამი, შევქმნი ისეთ სცენას, სურათს, სადაც იქნება გამოსახული უბრალოდ სცენა, ფარდები, მიკროფონი, იატაკი, იგივე სცენა ზუსტად. ოღონდ არ იქნება გამოსული სამღერად ჩვენი პერსონაჟი და ისეთი ეფექტი შეიქმნება, რომ თითქოს ახლა უნდა გამოვიდეს და იმღეროს სიმღერა. ესე იგი, აქ გვაქვს მესამე პრომპტი, სადაც გაწერილი გვაქვს შესაბამისი ინსტრუქციები, ამას დავაკოპირებ. შემდეგ ჩავაგდებ აქ, ისევ ავირჩევ create an image და ესე იგი, ისევ პრინციპში შეგვიძლია მარტო ეს სურათი ჩაუგდოთ, იმიტომ რომ ეხლა ამ შემთხვევაში აღარ ვშიდება. ამ შემთხვევაში გვინდა რომ პერსონაჟი საერთოდ გააქროს. ჩაუგდებ ამ სურათს და მივცემ გენერაციას. როგორც ხედავთ, მეგობრებო, შეიქმნა მესამე სურათიც, სადაც გვაქვს მხოლოდ სცენა პერსონაჟის გარეშე. ზუსტად ის, რაც გვინდოდა. ესე იგი, სამი სცენა შექმნილია. პირველი, ანუ სიმღერის დასაწყისში გვექნება ეს სცენა და შემდეგ გვაქვს ორი სცენა, სადაც პერსონაჟი ნახევრად ჩანს, მხოლოდ ზედატანი და მეორე სცენაში მთლიანად ჩანს. ეხლა ეს ორი სცენა რო ვატრიალოთ მთელი სიმღერის განმავლობაში, მაინც ფიქრობ, რომ იქნება ცოტა მოსაწყენი და არა დინამიური. და ასევე ეხლა რო არ ვაგენერირო ყოველი 5 წამისთვის ეხლა ახალ-ახალი სცენა, მე ვიდეოები უნდა დავაგენერირო და მოვუნდები მთელი თვე ამას და ესეთი რაღაცას ფიქრობ, ანუ შეგვიძლია ეს ორი სურათი, რაც დავაგენერიეთ მანამდე, ამ ორ სურათს გავუკეთოთ ფლიპი, ანუ შევატრიალოთ. ფლიპის შემთხვევაში უბრალოდ შეტრიალდება სურათი, ანუ გადაღების კუთხე შეიცვლება. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სიმღერისთვის ფიქრობ, რომ საკმარისი იქნება და რაღაც უფრო დინამიური ეფექტი შეიქმნება. 4 სცენა შეიცვლება მოკლედ და ხო, რაღაც მოსაწყენი ალბათ არ იქნება. ესე იგი, იმისათვის რომ შევატრიალოთ სურათი, ჯერ გავხსნათ Windows-ის ესე იგი viewer-ით ეს სურათი, მე დავაჭიროთ edits და ძალიან მარტივად აი აქედან შეგვიძლია უკვე შევცვალოთ, შეგვიძლია ჰორიზონტალური შემოტრიალება და ვერტიკალური შემოტრიალება. ამ შემთხვევაში გვინდა ჰორიზონტალური და როგორც ხედავთ, უკვე სხვა სურათი გვაქვს იდეაში. ორივე სურათზე გავაკეთებ ამას, flips გავაკეთებ ორივე სურათს და შევინახავ ორივე სცენას. კარგით, მეგობრებო, მოკლედ გვაქვს შექმნილი სურათები, გამოსახულებები და დროა ამ სურათების ანიმაცია მოვახდინოთ, რისთვისაც ისევ გამოვიყენებ Clean AI-ს. სანამ ვიდეო გენერაციებს დავიწყეთ, მანამდე ესე იგი, რამდენიმე მომწერა, რომ ანუ ძალიან დიდხანს უნდებაო გენერაციასო, ზოგი მწერდა, რომ მეორე დღეა ველოდებიო, ზოგი მწერდა 3-4 საათიაო ველოდებიო, 3-4 საათს მიწერსო და ასე შემდეგ. ნუ უფასო ვიდეო გენერაციის შემთხვევაში თავს ზემოთ ძალა არ არის, მოკლედ რა. თუ გინდა უფასოდ დავაგენერიროთ, მოგვიწევს ლოდინი. მე წინა ვიდეოში დამავიწყდა მეთქვა, რომ ანუ როცა დავასაბმიტებ ვიდეოს, ანუ გენერაციას დაიწყებს, არ არის აუცილებელი, რომ ეს ტაბი ჩართული ქონდეს, საიტი ჩართული ქონდეს და ვისხდე და ველოდოთ რა. ვიდეოს გენერაციას დაიწყებს, შეგვიძლია გავთიშოთ საიტი, დავხუროთ, გამორთოთ კომპიუტერი საერთოდ და მე რაღაც პერიოდის მერე გვიან შედით საიტზე და დაგხვდება დაგენერირებული. ანუ არა საჭირო რომ ველოდოთ, მოკლედ. და რაც შეეხება ახლა გენერაციის დროს, სხვას ვერაფერს ვერ ვიძახ. მოკლედ, თუ გვინდა რომ უფასოდ დავაგენერიროთ, პატარა განსაცდელი გველის მოკლედ რა. სხვა ვერაფერს ვერ ვიძახ. მაშინ შეიძლება კრედიტები და კრედიტებს თუ იყიდით, 2-3 წუთი დაგჭირდებათ მაქსიმუმ თითო ვიდეოს გენერაციაზე. მეტი არა, 2-3 წუთი. იმისათვის რომ არ მოგვიწევს ძალიან ბევრი სცენის დაგენერირება, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ახლა მაგალითად 2 სცენა გავაკეთე მარტო და მე ფლიპი გავუკეთე და 4 სცენის დაგენერირებას ვაპირებ, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ ეხლა წარმოიდგინეთ 3 წუთიანი სიმღერა, ყოველი 5 წამის ვიდეო რო ვაგენერიროთ, მართლა შეიძლება მთელი თვე დაგჭირდეს ამისთვის და აქედან გამომდინარე 4 სცენას დავაგენერირებთ და მე აუდიოს დავადებთ lip-sync-ის მეშვეობით რა. კარგი, მოკლედ უნდა დავაჭიროთ create, შემდეგ აღმოჩნდებით ამ page-ზე, აქედან უნდა დავაჭიროთ ვიდეოს და აღმოჩნდებით აი ამ dashboard-ზე, სადაც მუშაობთ მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს გამოისახება დაგენერირებული ვიდეო. აქ გვაქვს ესე იგი სურათის ატვირთვის ფუნქცია და ქვემოთ შეგვიძლია გავუწეროთ prompt-ი.
ასევე გვაქვს ქვემოთ სეტინგები, ხო, წინა ვიდეოში პატარა შეცდომა გამეპარა, აქ გვაქვს ესე იგი სტანდარტული და პროფესიონალური, თუ უფასო ვერსიას ვიყენებთ, პროფესიონალურს ვერ გამოვიყენებთ. ანუ უნდა დავაგენეროთ სტანდარტული ვიდეო. და ნუ ხანგრძლივობაზე წინა ვიდეოში თქვი, რომ ესე იგი 5 წამი შეგვიძლია უფასო დავაგენეროთ და თუ კრეატივს ვიყენებთ, მაშინ პროფესიონალურსაც გამოვიყენებთ და 10 წამიან ვიდეოებსაც შევქმნით. კარგი, ესე იგი, ეხლა რა გვჭირდება ჩვენ? უნდა ავტვირთოთ პირველ რიგში სურათი. ესე იგი, დავაგენეროთ პირველი სცენა და შემდეგ უნდა გავუწევოთ პრომპტი. გადავალოთ ჩემს დოკუმენტში, სადაც მაქვს ვიდეოს გენერაციისთვის საჭირო პრომპტი, მოკლე და ლაკონური, დავაკოპირებ ამას, ჩავაგდებ ესე იგი აქ და მოკლედ მიცემ გენერაციას. ესე იგი, სტანდარტული ვიდეოს შემთხვევაში, როგორც ხედავთ, 20 კრედიტი გჭირდება სულ, რომ დავაგენეროთ 5 წამიანი ვიდეო. მივცეთ გენერაცია და დავალოდოთ ვიდეოს შექმნას. მოკლედ მეგობრებო, ვიდეო მზად არის და ერთად ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. ხო, როგორც ხედავთ, ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვინდოდა, ანუ ესე პერსონაჟი მღერის, ანუ ისე მღერის, რომ ჩვენს ამ რომანტიულ და ცოტა სევდიან და ნელი ტემპის მქონე სიმღერას იდეაში მოუხდება. ეხლა რო კონდეს რაღაც ჰიპ-ჰოპი და როკი და რაღაც დინამიური სიმღერა, შესაბამისად მე სხვა ფრონტს გავუწერდით, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში გვინდა უფრო რაღაცა დინამიური მოძრაობები, გამომდინარე იქიდან, რომ სიმღერა უფრო რიტმული იქნებოდა. ამ შემთხვევაში ჩემს ეს იდეალური შედეგი მივიღეთ. ესე იგი, პირველი სცენა გვაქვს, ვიდეო შექმნილია, ვიდეო დავაგენერიეთ და ეხლა როგორც ხდებით, უნდა დავადოთ აუდიო. ანუ ის სიმღერა, რაც შევქმნით, მანამდე სუნო AI-ის დახმარებით. ამისთვის გამოვიყენებთ lip-syncs, ანუ lip-sync ნიშნავს პერსონაჟი ტუჩების მოძრაობით ამბობს, საუბრობს ამ მღერის იგივეს, რაც გვაქვს აუდიოში ხმაში. სანამ გავაკეთებთ, სანამ დავადებთ აუდიოს, მანამდე გვჭირდება ამ აუდიოს გამზადება. ესე იგი, მთლიანი აუდიო არის 3 წუთი და 8 წამი. თვითონ აქვე Clean AI-ის პლატფორმაზე, აქ dashboard-ზე შეგიძლიათ აუდიოს ედიტი, მაგრამ შეგიძლიათ მაქსიმუმ 60 წამიანი აუდიოს ედიტი. ანუ აუდიოს ედიტში გულისხმობ იმას, რომ ეხლა რო გქონდეს მაგალითად 60 წამიანი აუდიო, ავტვირთავდი ამ აუდიოს პირდაპირ და იქ მოვნიშნავდი იმ ადგილს, რომელიც გვჭირდება ამ ვიდეოსთვის. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დიდი არის ეს აუდიო, სხვა ედიტორში მოგვიწევს აუდიოს გამზადება. ამ შემთხვევაში ისევ გამოვიყენებ CapCut-ს. როგორც ხედავთ, აქ მაქვს უკვე ატვირთული, ესე იგი ჩვენი აუდიო, მოდი ჩავთოთ. უნდა მოვძებნოთ ის ადგილი, სადაც უკვე იწყება სიმღერა. დაახლოებით, ესე იგი, სადღაც 12-13 წამი. აი, აქედან გვინდა მოკლედ აუდიო. ესე იგი, წინა ნაწილს მოვჭრი. და შემდეგ გვინდა მაქსიმუმ 5 წამი. აქ უნდა დავაკვირდეთ ეხლა ძალიან შუა ბგერასზე რო არ გავჭერათ თლად აუდიო, რაღაცნაირად ფრაზა დავასრულებინო და ისეთ ადგილებში გავჭერათ აუდიო მოკლედ. Your voice still lingers in the rain, every drop. ხო, აი სადღაც მოკლედ 5 წამს ვარ გავხდეთ. აი ეს ადგილია. Your voice still lingers in the rain, every. აი აქ გავჭერათ მოკლედ, ამას გავჭრი. და ამ ეტაპზე წავშლი დანარჩენს. ეს აუდიო შეგვიძლია დავაექსპორტოთ, დავარენდეროთ, ამისთვის სჭირდება ექსპორტი და შემდეგ აქ დააკვირდით, რომ გვაქვს ვიდეო და აუდიო, ამ შემთხვევაში გვინდა აუდიო და დაარენდერებს MP3-ის გაფართოების აუდიოს, მოკლედ. მოკლედ შევინახოთ ეს აუდიო. აუდიო მზად გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია უკვე დავაჭიროთ lip-syncs. გადავალთ აი ამ dashboard-ზე, აქედან გვჭირდება upload, local dubbing. აქ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ თვითონ Clean AI-ის ხმები, ავტომატური AI ხმები. ამ შემთხვევაში გვინდა ჩვენი აუდიო და აქ შეგვიძლია უკვე ჩავაგდოთ ჩვენი დარენდერებული აუდიო. მოკლედ აუდიო ატვირთულია, Clean AI-ის არ ქონია პრობლემა არაფერი აუდიოსთან დაკავშირებით, გაუშვა და შესაბამისად უკვე გვინდა რომ დავაჭიროთ head speech, აქ კამერას ცოტას გავწევ, იმიტომ რომ წინა ვიდეოში არ გამოჩნდა ეს ღილაკი. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს head speech ღილაკი, ამას დავაჭერთ და უკვე აქ გამოჩნდება ჩვენი აუდიო. მივცეთ generate, რომელიც ჭირდება 5 კრედიტი და დავადოთ შედეგს. დაგენერირდა ჩვენი ვიდეო lip-sync-ით და მოდი ერთად ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ.
Your voice still lingers in the rain. ხო, მოკლედ, ნუ Your voice still lingers in the ცუდი არ არის. rain. იჩევის მოძრაობა ასე Your შეეხება. voice still lingers in დავიწყებ თავიდან გენერაციას. კარგი, მოგეთ, ახლა აღარ დავიწყებ აქ ყველა სცენის გენერაციას და ლიფსინკების დადებას და ვიდეო გამოვა 10 საათი და არ გვინდა ხანგრძლივი ვიდეო. წინა ვიდეოზეც დამიწერეს, რომ ეგო 10-15 წუთში შეგეძლო, შეგეტია ბევრ სარგებლო რაღაცას ლაპარაკობ და იმედია თავი არ შეგაწყვინეთ მოკლედ ამ ვიდეოში ბევრი საუბრით. რა ვიცი, გონია რომ მინდა რომ ყველაფერი ასე დეტალურად ავხსნა რა. და თუ დიდი ხანი საუბრობ, ამისთვის ბოდის ვიხდი. ხო, ესე იგი დავაგენერებ ყველა სცენას, გავამოწოდებ და გადავიდეთ უკვე ვიდეო ედიტინგის ნაწილზე. მოკლედ მეგობრებო, დავაგენერირე ყველა სცენა არის მზად, ესე იგი თავისი გახმოვანებთ ლიფსინკით და ეხლა როგორც გითხარით, პატარა ვიდეო ედიტინგის გაკვეთილი გვექნება. ვიდეო ედიტინგისთვის გამოვიყენებ CapCut-ს, წინა ვიდეოშიც ვახსენე CapCut-ი და ამ ვიდეოშიც გამოვიყენებ CapCut-ს. ძალიან კარგი პროგრამაა, ვინც არ იცით, შეგიძლიათ დაინსტალიროთ, გამოიყენოთ, მარტივი YouTube ვიდეოებისთვის არის ზედ გამოჭრილი. ჩემ შემთხვევაშიც ამ მუსიკალური კლიპის ასაწყობად ძალიან კარგი საშუალებაა. ესე იგი, ორი სიტყვით გეტყვით აქ რა გავაკეთე, ესე იგი, ყველა სცენა, რომელიც დავაგენერირე, ყველა სცენას გავაკეთე იმპორტი, ანუ აქ მაქვს ყველა სცენა და შემდეგ ეს სცენები თანმიმდევრობით დავაწყე timeline-ზე. ესე იგი, ყველა სცენას ჰქონდა თავისი აუდიო, ლიფსინკი და ეს აუდიოები, ანუ ისევ ქენი, რომ ორიგინალ, ესე იგი, სიმღერას დავამთხვი ეს აუდიოები და მე მოკლედ ეს აუდიოები წავშალე რა. ანუ აქ მაქვს ორიგინალი სიმღერა, ოღონდ ყველა ვიდეო, ესე იგი, ლიფსინკი არის დამთხვეული ამ აუდიოს. ხო, როგორც გითხარით, ანუ თანმიმდევრობით მაქვს და მოდი ცოტა გავზარდოთ ეს. ესე იგი, თანმიმდევრობით მაქვს ვიდეოები დაალაგებული. და ყველა ვიდეოზე მაქვს, ესე იგი, ტრანზიშენი, ანუ გადასვლები მაქვს დამატებული. იმისათვის რომ დავამატოთ ტრანზიშენი ვიდეოებს, ჩვენ დავაჭიროთ აქ navbar-ზე transitions და შემდეგ აქ გვაქვს უამრავი ტრანზიშენი, ესე იგი, სხვადასხვა ტიპის გადასვლები. შეგიძლიათ აქ თქვენი რაც მოგესურვებათ ის გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ცოტა მიმართულება რომ მოგცეთ, ანუ ესეთ ტიპის ვიდეოსთვის, როცა პატარ-პატარა სცენები გვაქვს, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ მაგალითად აი overlays, სადაც გვაქვს ეს mix-ი, ესეთი გადასვლა და black fade-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს კარგია. ასევე ვიყენებ light effects, აი ამ effects. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ blurry-ის ეფექტები, საკმაოდ ლამაზი ეფექტები აქვს. აი მოდი განახეთ თვითონ ვიდეოში. აქ მაქვს ესე იგი overlay გამოყენებული, აქ მაქვს ეს light ეფექტი, შემდეგ ისევ overlay. ეს არის მგონი blurry, კი, აი blurry ძალიან ლამაზია. ხო, ეს ძირითადად ეს ეფექტები მაქვს გამოყენებული, ესე იგი overlay, light effects და blurry. ნუ კიდევ ამის გარდა უამრავია, შეგიძლიათ ნახოთ და თქვენი სრული სამი გამოიყენოთ. კარგი, ეს რაც შეეხება transition-ებს. ეხლა როგორც გახსოვთ, გითხარით, ანუ ესე იგი ჩვენ გვაკლია პირველი სცენა. ანუ პირველი სცენა, სადაც მხოლოდ მუსიკა გვაქვს, აი ჩართოთ. ხო, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ იმ სურათს, რომელიც დავაგენერირე ChatGPT-ის მეშვეობით, ანუ იმ სურათს გულისხმობ მარტო სცენა რო გვაქვს, ანუ მიკროფონი, პერსონაჟის გარეშე. ეს სურათიც მაქვს აქ. და მოდი ეს სურათი დავაგდოთ. ესე იგი, დასაწყისში. ხო, ეხა ერთი მომენტი, როგორც ხედავთ, ესე იგი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს გვაქვს შავი სვეტები, ეს წინა ვიდეოში ახსენე, ანუ ChatGPT აგენერირებს, ესე იგი, არასრულ 16:9 გაფართოების მქონე სურათებს. ამის გამო გვაქვს ესე იგი, შავი სვეტები მარჯვენა და მარცხენა. აქ, ესე იგი, როგორც ხედავთ, ვიდეოს, ანუ სცენების შემთხვევაში მაქვს blurry background-ი და ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს გავაკეთოთ CapCut-შივე, არაფერი არ გვჭირდება, ანუ უკან არაფერს დადება არ გვჭირდება. ეს მოდი გავწელოთ ბოლომდე. და შემდეგ, ესე იგი, უნდა ვიდგეთ ვიდეოზე და გვინდა ვიდეო, basic-ი, ჩამოსკროლოთ ბოლოში, სადაც გვაქვს canvas-ი, აქედან ავირჩევთ blurs და გვაქვს 4 ვარიანტი. ამ შემთხვევაში ძირითადად ვირჩევ ხოლმე მეორეს და ავირჩევ მეორეს. აი, როგორც ხედავთ, უკან გვაქვს უკვე blurry და ის შავი, ესე იგი, შავი სვეტები აღარ გვაქვს რა. ნუ ეს ბევრად უფრო ჯობს. ეხლა ეს მუსიკა დასაწყისში გვაქვს დაახლოებით რამდენი 13 წამი. 13 წამი ამ კადრს რო არ უყუროთ პირდაპირ, გვირჩევნია რომ ცოტა დინამიური გავხადოთ ეს პირველი სცენა. ამისთვის გამოვიყენებ, ესე იგი AI-ს აღარ გამოვიყენებ, ამისთვის გამოვიყენებ მხოლოდ CapCut-ს. რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? შეგვიძლია, ესე იგი, ამ 12-13 წამის განმავლობაში ეს
სურათი დავაზუმოთ, ანუ ახლოს მოვიტანოთ, რაღაც დინამიური ეფექტი შექმნის. ამისთვის ესე იგი უნდა დავდგეთ სურათზე და უნდა ეს დამოვიწყდა მას რა ქვია. ხო, რაც არის დამოვიწყდა გამახსენეთ მე. ეს უნდა იდგეს თავში. შემდეგ უნდა მოვნიშნოთ scale-ი, აქეთ ესე იგი setting-ებში უნდა მოვნიშნოთ scale-ი. მერე უნდა დავდგეთ ბოლოში. ანუ ეს ისე უნდა ქონდეს მონიშნული და აქ შეგვიძლია გავზარდოთ scale-ი. გავაკეთოთ მაგალითად 120%-ამდე. ეხლა რომ გავუშვათ ვიდეო, ნახავთ რომ სურათი ფართოვდება, ანუ გვაქვს zoom-ის ეფექტი და იმ სტატიკურ სურათს მოკლედ ეს ვერ ჯობს. კაი. ეხლა ხო ცოტა მაინც ხანგრძლივია 12 წამი და კიდევ შეგვიძლია რაღაც ეფექტები დავადოთ. სანამ გამოჩნდება ჩვენი პერსონაჟი, მანამდე შეგვიძლია გამოვსახოთ ტექსტები, ანუ სიმღერის სახელწოდება და რაღაც შემსრულებელი მაგალითად. ამისთვის ესე იგი ჩვენ გვჭირდება ტექსტი, აქ უნდა გადავიდეთ ტექსტში, სადაც გვაქვს ეს ესე იგი default ტექსტი, ეს პატარა ბოქსი, მოვიდოთ ხელი და დავაგდოთ timeline-ზე. როგორც ხედავთ, ტექსტი გამოჩნდა, ესე იგი ეკრანზე. აქ შევარჩიოთ ხა ადგილი, რა დროს გვინდა, რომ ეს ტექსტი გამოჩნდეს. სადაც აქ მალევე ჯობს, იმიტომ რომ უფრო მეტ დინამიკა შევძენთ სცენას. სადაც აქ გამოვაჩენ ტექსტს, მოკლედ ეს გავშალოთ თითქმის ბოლომდე, იმიტომ ვამბობ, რომ აქ გვექნება ტრანზიშენი გადასვლა და აქ ტრანზიშენამდე ჯობია, რომ ეს ტექსტი fade ეფექტით ნელ-ნელა გავაკროთ. ეხლა ტექსტს რაც შეეხება, ხო ეს ტექსტი მოდი აი სადღაც აქ გამოვაჩინოთ და გვინდა იდეაში ქართული ტექსტი. პრინციპში ქართული ტექსტი არ გვინდა, იმიტომ რომ ინგლისური ენოვანი სიმღერაა და ესე იგი სიმღერას ქვია Shattered Shattered Roses. აი აქ დავაკვირდეთ, ხო, Shattered Roses. სწორია. ხო, ამ ტექსტს ცოტა მარჯვნივ გავწევ. სადღაც აქ და მოდი შევცვალოთ ფონტი. CapCut-ს აქვს ძალიან ბევრი ფონტი, აი უამრავი ფონტი აქვს და შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში აი მოდი სხვა ფონტი ვცადოთ. აი იყოს ეს მოკლედ. გავსდი uppercase გავაკეთე, ანუ დიდი ასოებით გამოსახავ. ამისთვის და დავაჭიროთ აი ამ relax, აგერ ხედავთ uppercase, ამას დავაჭერთ. ოდნავ კიდე დავაპატარავთ, იმიტომ რომ დიდია. მაინც არ მომწონს ეს ფონტი, მოდი სხვა ფონტი ვცადოთ. აი ეს კონი კაი. ამ შემთხვევაში ახლა ეს ფონტი ცოტა პატარაა და მოდი გავზარდოთ ტექსტი. ხო, ეხლა ეს ტექსტი ესე პირდაპირ არ გამოჩნდეს, რაღაც ეფექტი უნდა დავადოთ, მოკლედ და ეფექტების დასადებად უნდა გადავიდეთ ანიმაციაში. სადაც როგორც ხედავთ, გვაქვს რამდენიმე ეტაპი in, out და loop. ესე იგი in არის, ანუ ესე იგი ანიმაციის საწყისი, ანუ როგორ გვინდა ტექსტი რომ გამოჩნდეს და out ამ შემთხვევაში ამორს გამოვიყენებთ, ანუ in-ს გამოვიყენებთ და out-ს. out-ის შემთხვევაში რა ფორმით გვინდა, რა ეფექტით გვინდა ტექსტი რომ გაქრეს. ხო, in-ის შემთხვევაში ახლა გამომდინარე იქიდან რაღაც კლიპია, აი ეს ეფექტი ჩემი აზრით იქნება იდეალური. ანუ ჩვენ გვჭირდება რომ უბრალოდ დავაჭიროთ ეფექტს და ის ავტომატურად აი აქ ხედავთ დასაწყისში, ტექსტის დასაწყისში გვაქვს ეს პატარა ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეფექტი დადებულია. ეხლა თუ გავუშვებთ ვიდეოს. აი ხედავთ. საკმაოდ ლამაზი ეფექტია. ხო, შეგვიძლია ხანგრძლივობა გავზარდოთ. ეხლა გვაქვს 9 წამი, შეგვიძლია მაგალითად 1 წამამდე გავზარდოთ. და ნახოთ, დავაკვირდეთ. კაი. ესე იგი, ხო, პირველი ტექსტი მზად არის, ეს არის სიმღერის სათაური, სახელი. ესე იგი, ამ ეფექტს ჩემი აზრით მოუხდება sound ეფექტი და sound ეფექტების დასადებად არ გვჭირდება სხვა საიტებზე sound ეფექტების ძებნა, CapCut-ს აქვს თავისი ბიბლიოთეკა, უნდა დავაჭიროთ აუდიოს აქ ნავბარზე და შემდეგ აქედან ესე იგი გვაქვს მუსიკაც, ანუ გნებავთ ესე იგი თუ გინდათ რომ background მუსიკა დაადოთ ვიდეოს, აქ შეგიძლიათ უამრავი მუსიკა ნახოთ, უბრალოდ ხო 100%-ით copyright-ის რაღაც strike-ებისგან არ ხარ დაზღვეული, იმიტომ რომ კი აქ ვითომ იდეაში ყველა შეგიძლია free არის რა, ეს royalty free ეძახიან ხოლმე. რაც შეგიძლია გამოიყენო მე, მაგრამ
მე მქონია შემთხვევა პრაქტიკაში, აქედან დამიდია background მუსიკა და მე მოკლედ პრობლემები რა, ანუ მონეტიზაცია გაუთიშავთ მე ვიდეოს და ხო მუსიკას მაინც აქედან მოერიდეთ. კაი, sound effects-ებსაც შეიძლება ნებისმიერ შეიძლება დაადოთ, ხო, ამ შემთხვევაში გვინდა რაღაც ისეთი ჯადოსნური ხმა და ხო, მოკლედ ვიცი რაც უნდა დავადო, არ ვიმსახიობებ ეხლა რა, პირდაპირ მოძებნი, იმიტომ რომ აქ რო არ დავიწყო ეხლა რაღაცების ძებნა, ესე გვინდა fairy dust. მოძებნოთ fairy dust. ეს კაია, მოდი მე ვიხნახოთ. ეს ძალიან გრძელია, იდეაში. პრინციპში ერთი წამი გვაქვს, ხო, პრინციპში ეს გვინდა რა, 3 წამიანი. ამას მოვკიდებთ ხელს და პირდაპირ წამოვიღებთ, დავაგდებთ. აგერ, ნახოთ. მაგარი. ცოტა შეგვიძლია მუსიკალის ხმას დავუწიოთ, ძალიან უარ იყვიროს. საკმარის. კაი, ეს რაც შეეხებოდა სათაურს. ეხლა შეგვიძლია მეორე ტექსტი დავამატოთ, რაც უფრო მეტად დინამიურს გახდის ისევ ამ პირველ სცენას. მეორე ტექსტი პრინციპში შეგვიძლია ეს პირდაპირ დავაკოპიროთ, იმიტომ რომ მეორე ტექსტიც იგივე ეფექტი იქნება კარგი. ესეც შეგვიძლია დავაკოპიროთ და აგერ დავაგდოთ. ხო, მეორე ტექსტი მოდი ჩამოწიოთ აბლა. ამ შემთხვევაში ამას და დავაპატარავებ. მოდი შევცვალოთ ფონტი. ესე იგი ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ქართულ ფონტს. ქართული ფონტი მაქვს დაინსტალირებული და ქვემოთ შეგვიძლია მოძებნოთ. ხო, ერთი მინუსია ამ ფონტების შემთხვევაში, რაც აქვს CapCut, search-ი არ აქვს რა და ეს ხელით უნდა scroll-ო და მოკლედ ეძებო. აი, ხო, ესე იგი აქედან მოდი გამოვიყენებ. ეხლავე მივაგნებ. აი, ამას გამოვიყენებ. პრინციპში მოდი ეს იყოს BPG web 002 რაღაც caps რაღაც. ამას ესე იგი წავშლი ტექსტს და დავწეროთ მაგალითად ასრულებს, გვინდა ქართული კლავიატურა. ესე იგი ტექსტი იყოს ასრულებს GeoAI. კიდე დავაპატარავოთ. და მოდი გავხადოთ იტალიკი, დავხაროთ ცოტა. მოდი აქ დავამატოთ სიმღერას ასრულებს, რაც პატარა ტექსტი, მე შეიძლება რომ პატარა ტექსტი. მოდი კიდე დავაპატარავოთ ეს. და აი სადღაც აი აქ დავაგდოთ. კაი, აბა ნახოთ ერთი რა გამოვიდა. შეცდომა გვაქვს სიმღერას ასრულებს გინდა. სიმღერას ასრულებს. ხო, ფიქრობ რომ ცოტა გვიან შემოდის ეს მეორე ტექსტი, ასე რომ შეგვიძლია ტექსტის და ეფექტიც ცოტა გავწიოთ. აი სადღაც აქ დავაგდოთ ეს რომ დამთავრდება, ან შეგვიძლია ცოტა კიდე გავწიოთ. მოდი ვნახოთ ჯერ და მე გადავწყვეტ. ოდნავ კიდე გავწევ. და მგონი კარგი იქნება. ეს რაც აქ დავაგდოთ. კაი, მოგეთ ძალიან კაია. აი სადღაც აქ უკვე შეგვიძლია ორივე ტექსტი დავმალოთ. ეს მოჭრათ ეს ნაწილი, ან შეგვიძლია ხელი მოვკიდოთ და პირდაპირ დავაპატარავოთ. შემდეგ ესე იგი ორივეს მოვნიშნავ, გადავალ ანიმაციაში, მე გვინდა აუთი, აქაც აუთის შემთხვევაში ანუ ესე იგი როგორ გვინდა გაქრეს ტექსტი, აქ გვაქვს უამრავი ეფექტი და ახლა ამას დრო არ დავკარგოთ, მოდი მარტივად fade out-ს მიცემ, მარტივად გავაკროთ. Your voice still lingers in the მოდი ეს ცოტა კიდე გავწიოთ. ცოტა ადრე დავმალოთ, იმიტომ რომ აქ გვინდა ტრანზიშენი. და ტრანზიშენი ეს აქ გვაქვს ესე იგი overlay და მოდი აქ გავუშვათ blurry. ეს blurry მაგად მომწონს, ძალიან ლამაზი ეფექტია. ტექსტი როგორც კი დაიმალება, მაშინ დავიწყოთ გადასვლა. Your voice still lingers in ჭედავს CapCut-ი, რა ცოტა მძიმე პროგრამაა, მძიმედ მუშაობს და მეც ახლა რაღაცა ფრინავი კომპიუტერი არ მაქვს და აქ ნებავიარე. Your voice still lingers in მაგრამ დავარენდერებთ, მე კარგი ეფექტი გვექნება.
კარგი, მოკლედ ესე იგი რა დაგვრჩა? თავიდან როცა დაიწყება კლიპი, შეგვიძლია დავადოთ ესე იგი ტაშის ხმა. დარბაზის ტაშის ხმა. ამისთვის ისე გვინდა აუდიო, საუნდ ეფექტები და აქ შეგვიძლია მოვძებნოთ მაგალითად clap in the hall. აღარ გვინდა ქართული კლავიატურა. Clap in the hall. ესე იგი, ნახოთ რამე ტაშის გვინდა. ეს კაი. აი ამას წამოვიღებ, დავაგდებ აქ. ცოტა ხმამაღალია, შეგვიძლია დავუწიოთ ხმას. ხმის დაწევა აქედან შეგიძლიათ და აი აქედან შეგიძლიათ ეს ხო აქ ეს ჩამოწიოთ და ხმას დააკლეს. აი ესე იგი ეს მაჩვენებელი არის დეციბელები, რაშიც იზომება ხმა და მოკლედ საკმარისია მოკლედ აქ სადღაც გავაჩუმოთ. ესე იგი შეგვიძლია ეს დავშალოთ და აქ დავადოთ fade out-ი რა, ანუ ნელ-ნელა რომ დაიკლოს ხმა, ანუ ტაშის ხმა. მოწიოთ ეს. და ნახოთ რა გამოდის. შეგვიძლია ცოტა კიდევ ვაცალოთ ტაშს და ცოტა უფრო მეტად დავადოთ fade out-ი, რომ მალე დაიწყოს გაჩუმება, რაც თითქოს უცებ გაჩუმდა. ეს გავწიოთ მაქსიმალურად. აბა ეხლა ნახოთ რა. კონი კაია. Your voice still lingers in the rain. მაგარი დამწორია ჩვენი პერსონაჟი. კაი, მოკლედ სულ ეს არის. ბოლოში გაჩვენებთ როგორ მთავრდება. აქ რაღაც აღარ მიხმალავია ძალიან. რაღაც ესეც ეფექტურ დამთავრებას გავს და მოკლედ ესევე დავტოვებ. კარგი, მოკლედ მზად არის, იმედია არაფერი გამომრჩა და იმედია ყველაფერი სწორად არის. შეგვიძლია დავარენდეროთ. ამისთვის უნდა მიცეთ ექსპორტი, შევინახოთ ჩვენ სასურველ ადგილას კომპიუტერში და მოდი ვნახოთ რა გამოგვივიდა. Your voice still lingers in the rain, every drop a tiny pain. The echoes of a love we stole now haunt the corners of my soul. Shattered roses on the floor. We don't bloom here anymore. You left the door wide open wide, and I still stand here torn inside. Feels like a curse. Your shadow dances on the wall, a ghost I cannot name at all. How do I breathe with a heart that bleeds? Shattered roses on the floor. We don't bloom here anymore. You left the door wide open wide, and I
ghosted dreams. Now it burns and silence screams. Ashes rise, and the night consumes what once was love is now our მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ, იმედია ისწავლეთ ახალი ამ ვიდეოდან. ესე იგი, ისევ მოგიწოდებთ, რომ თხოვნით მოგმართავთ უпростоრად, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, დამიწეროთ კომენტარებში, კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ, რა სისურვებთ მომავალში, რის ნახვა გინდათ, რომელი AI პლატფორმა გავტესტოთ, ან მოკლედ ნებისმიერ რამე დამიწერეთ, რისი ნახვაც გინდათ მომავალ ვიდეოში. მომავალ ვიდეოებში, იმიტომ რომ მომავალ ვიდეოში ხა ცოტას დაგასპოილერებთ. მომავალ ვიდეოში ანუ ბევრმა ადამიანმა თხოვა, ეხლა ძალიან ტრენდში არის ეს ქართულენოვანი ვიდეოები, გადაობა ვიდეოები ბებოებზე. და ბევრმა თხოვა, რომ ბებოებზე გააკეთე და მოკლედ დიდი ალბათობით აი 90% მაგაზე გავაკეთებ, მაგ თემაზე გავაკეთებ, გაჩვენებთ როგორ კეთდება ეს ვიდეოები და ხო, ამის შემდეგ უკვე თქვენს მომაწოდეთ იდეები რა თემაზე გავაკეთო ვიდეო. მე რაღაც გეგმები მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენი აზრით მაინტერესებს. მოკლედ სულ ეს იყო, ისი თქმაც და ჩვენებაც მინდოდა ამ ვიდეოში. ეხლა წავედი.